Turnike bize geldiğinde 11 yaşındaydı. Ağır beyin hasarı olan bir tablo. Aslında dünyada her sene 70-80 milyon beyin hasarı oluyor. Travmatik beyin hasarı adı altında. Bunların da yaklaşık %20'si yani 15 milyonu kadarı orta ve ağır şiddette oluyor. Bu hastalarda erken dönemde yapılan tıbbi ve cerrahi müdahalelerin hemen arkasından genişletilmiş kapsamlı nörorehabilitasyon programı gerçekten çok önemli oluyor. Bu dönemde hastaya bu yaklaşımla doğru tedaviler sunulursa hasta tekrar fonksiyonel yaşamına dönebilecek kapasiteye sahip oluyor. Turnike örneğinde gördüğümüz gibi de Turnike 11 yaşında bizimle bir tedavi serüveni yaşadı. Şimdi 13 yaşında okulunda, sosyal hayatında, ailesiyle normal hayatını yaşayan bir kapasiteye kadar ulaştı. Bunu sürdürmesi için bundan sonra da her birimizin yapması gerektiği gibi egzersizlerine ve sağlığına dikkat etmesi gerekiyor. Turnike özelinde özellikle vurgulamak istediğimiz konu şudur ki travmatik beyin hasarı bazen gözle görülürken bağıra bağıra gelir. Düşmeler, çarpmalar, kazalar, trafik kazaları oldukça sıklaştı. Bunlar için özellikle tedbir almak gerekiyor. Artı ateşli silah yaralanması gibi durumlar oldukça arttı. Bunlar zaten hepimizin kanayan yarısı. Olmasını önlemek esas olmakla birlikte olduktan sonra da hastanın hızlı tıbbi ve cerrahi yaklaşıma ulaştıktan sonra erken rehabilitasyon uygulamalarına kapsamlı bir merkezde duruma tümüyle hakim olacak ekiple ulaşması gerçekten can kurtarıcı olabilir. Merhaba, გახლავართ თორნიკეს დედა ნათია. 2 წლის წინ ჩვენ შეგვემთხვა ესეთი უბედურება. თორნიკე გადმოვარდა მაღალი სართულიდან, მეოთხე სართულის სიმაღლიდან. ყველაფერი დაიწყო იმ დღეს, როდესაც ფეხბურთის სათამაშო წასული ბავშვები დარჩნენ ბურთის გარეშე, რადგან ბურთი გაუსკდათ. იყო 30 წლის მიტოვებული შენობა, ბეტონის კარკასი, სადაც ბავშვები მანეთის ჯიბრზე თუ იმის დასამტკიცებლად, ვინ უფრო გულადია, ავიდნენ. ამ ამბავს თორნიკე თავის ამხანაგებს უყვებოდა და წერდა ტელეფონით, რა დროსაც ფეხი უკან გადადგა და ეს ბიჭი აღმოჩნდა საბედისწერო რომის ცხოვრებაში. უკან გადადგა ფეხი და კიბის ჭრილში ჩავარდა, ჯერ თავი ჩამოარტყა ბეტონის იატაკს და მერე ესე განაგრძო, ასე ვთქვათ, გატეხილი თავით, თავის ქალით და თავისუფალი ვარდნა მიწამდე. ბედნიეროდ მის გვერდით აღმოჩნდა მისი მეგობარი, რომელსაც იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო ამ დროს და ძალიან მალევე მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. 2 თვე იყო თორნიკე კომაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს სამკულიანი შეფასებით. არავინ ელოდა მის გამოღვიძებას. ალბათ ექიმების 99% ფიქრობდა, რომ თორნიკე ვერ გაიღვიძებდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ კლინიკაში მოვხვდით და დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს კლინიკა ასეთი დიდი შედეგი არ გვექნებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად რაც იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩემი შვილისთვის სწრაფად აღმომეჩინა ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც მას სჭირდებოდა. არ ვიცოდი რა დამხვდებოდა აქ, მაგრამ რაღაცა შინაგანი რწმენა მაძლევდა იმის საფუძველს და აქ რომ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ აი ჩემი მოლოდინები გადაჭარბებით ასრულდა, იმიტომ რომ გარემო იყო საოცრად თბილი, პროფესიონალებით დახუნძლული. თვითონ ბატონი ენგინი განსაკუთრებული ადამიანი, ის რომ როგორი აპარატურა, როგორი მომზადება, როგორი პროფესიონალები არიან, ეს მართლა მოწოდების სიმაღლეზეა. აუცილებლად მინდა დავამატო კიდე ჩემს მონათხრობს, რომ აქ რა თქმა უნდა არის ძალიან მაღალი დონის კლინიკა, მაღალი დონის აპარატურა, უახლესი თანამედროვე აპარატურა. ასეთი აპარატურა არის ალბათ შვეიცარიაში, გერმანიის წამყვან კლინიკებში, მაგრამ გარემოს გამოარჩევს ბატონი ენგინის მომზადებული გუნდი, რომელიც საათივით აწყობილი მუშაობს და ეს თითბო და კეთილგანწყობა პაციენტის მიმართ არ მგონია, რომ კიდევ სხვაგან შეიძლება შეხვდეს მსგავსი. ბატონი ენგინის ხელმძღვანელობით, რისთვის უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ სიკეთისთვის და ბედნიერებისთვის, რომელიც მე მომიტანეთ. Hello, my name is Turnike Kobulia, and 1.5 years ago I was patient of this clinic, and I'm very thankful of Dr. Enkin and others who supported me until I was in hospital, and I was here for a long time, 9 months, and it was 1.5 years ago. Thank you very much again, and goodbye.